სერგის ბევრი ძალიან ზედმეტი მოუვიდა თავისი ვიდეოებით და ჩემი გადმოსახედიდან ამხელა კაცია და რაღაცას მაიმუნობს და თამაშობ კამერებთან და არც არავის არ მეშინია და პირის შემიძლია ადამიანის საუბარი. გაჩი, არა, გაჩი ერთი კვირა მე ხარ დეოც ჩაწერე ჩემზე. ან ბავშვი რო ახსენე. კაციას ეზე თუ რა ბავშვი არა თუ შუაში არა. ნამდვილად არ მოვითმენ. არც არის მოსათმენი და ყველაფერს ვნახავ. დამატებით შეთავაზება მაქვს, რაზეც უარს ვერ მეტყვის ნამდვილად. სერგი, თუ შენ მომიდე, მე შევჭამ ხორცს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლაშა მესხი, თქვენთვის რომ როგორც დინამიტი და დროა შევეხოთ ამ თემას და განვიხილოთ TikTok-ის თემები, რაც TikTok-ზე ხდება პერსონალ ტრენერ გიოს და სერგის შორის. დღეს გერთვებით ვიტამინ G-ის თამარ მეფის ფილიალიდან, მეაც უკვე როგორც ვიტამინის გუნდის წევრი, გაგითამაშებთ 3 უმაგრეს პროდუქტს, ეს იქნება ბეცია, ბესპორტის, ამერიკული ბრენდის და ჩვენი ვიტამინ ფაუერის წარმოებული გლუტამინი. წესები ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა შეასრულოთ 3 რაღაც, წესები იქნება რა თქმა უნდა აღწერაში და აქვე გეტყვით, უნდა დაალაიქოთ ვიტამინ G-ის Facebook გვერდი, გამოვყოთ ვიტამინ G-ის Instagram გვერდზე და გამოიწეროთ რა თქმა უნდა დინამიტის არხი. კომენტარებში მიუთითეთ რომ შეასრულეთ ეს წესები, მიუთითეთ თქვენი Instagram-ი და Facebook-ი რომ შემოწმდეს რომ ყველა წესი დაცულია და გისურვებთ წარმატებებს, 3 გამარჯვებული გვეყოლება, 3 დანამატზე და სამომავლოდ უფრო გაიზრდება ეს გათამაშებების რაოდენობა. ამიტომაც გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ და ეხლა დაუბრუნდეთ რა ხდება ამ ორ ადამიანს შორის და განვიხილოთ ეს ყველაფერი. წავედით. ვიტამინ G ნომერგრული საკვები დანამატების მაღაზიათა ქსელია საქართველოში. მეაც უკვე როგორც მათი გუნდის წევრი და ერთ-ერთი მენეჯერი გთავაზობთ ძალიან ბევრ სიახლეს. ამისთვის საჭიროა რომ დაალაიქოთ ვიტამინ G-ის Facebook გვერდი და გამოვყვეთ Instagram-ზე. გეულდებათ წინ ძალიან ბევრი საკვები დანამატების გათამაშებები და live რეჟიმები. როგორ ხარ? როგორ გიგით? ვიცი, კარგად. მოვედით მეგობრებო, პერსონალ ტრეინერ გიო. გიორგი ბერიკიშვილი, პერსონალური ტრენერი, ასპრის დინამოს ფილიალში. კი ბატონო. მოდი ცოტა გავხურდით, წავივარჯიშოთ და თან დავილაპარაკოთ რაღაცეები შენ და სერგის თემაზე. გავხურდით, წავედით დარბაზში. წავედით. მე ვარ გიორგი ბერიკიშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი დინამოს ასპრის ფილიალში. გახლავართ ვეგანი, თუმცა ხორცის ჭამას არავის არ უშლი. ჩემი წონა არის 85, სიმაღლე 175 სანტიმეტრი. მოკლედ გიო, ყველა მიცის ალბათ ვიდეოსაც უყურებს ხალხი და ყველა მიცის რა თემაზეც მოვედი აქ. თაზო ნამდვილად არ გატრამულა. აი შენ გიო, კი გაიტრამულა. პირველ რიგში მაინტერესებს იცნობ თუ არა სერგის პირადად. პირადად სერგის არ ვცნობ, სერგის ვცნობ TikTok-იდან. საერთოდ კონტაქტი გააქვს რაიმე სახის? ნუ, მხოლოდ TikTok-ზე ისიც ვიდეოებით, მეტი არაფერი. პირადად აი არც კი ნახია როგორია ვიზუალურად სიმაღლე წონა, არაფერი არ იცის. არა, მხოლოდ ვიდეოებში, სხვა არაფერი. მომისმინეთ კარგად, რაც სერგი მიკადრა, იმას ვერას დროს ვერ ვაპატიებ. რა შოუს ნაწილი, ბიჭო, რა შოუს ნაწილი. სერგის ცოტა სასაცილო იყო, მას სერგის ბევრი ძალიან ზედმეტი მოუვიდა თავისი ვიდეოებით და მაგის გამო მე სერგის არ ვაპატიებ, რა თქმა უნდა, TikTok-საც დავდე. სერგის არ ვაპატიებ არავითარ შემთხვევაში მაგას და აუცილებლად ინანებს და ეს კი ზედმეტი მოუვიდა ხანის ბავშვზე და მამიკოს დავსჭი და ეგეთი რაღაცეები არ ეგეთ რაღაცეებს ვერ პირადულად მიიღე ეს ყველაფერი? კი, პირადულად მიიღე. და არა, არ დავტოვებ მაგას. და რა ინტერესი, შენ დღეს იქნები თანახმად რომ შეგახვედროთ სერგის პირისპირ, ნახო სერგი პირველად შენ თვალწინ და რაღაცა გაესაუბროთ ერთმანეთს რა. ნუ რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში და რაღაცა კონტენტის სახით რა თქმა უნდა რომ ხალხია დაინტერესებული ამ თემით კიდევ ვიძახი, აინტერესებს თქვენ შორის რა ხდება. ბოლოს შეჯიბრიც იქნება რა თქმა უნდა, როგორც განვიხილეთ შენთანაც და სერგისთანაც და თუ ხარ ამ ყველაფერთვის რა და გაართმევ თავს რომ ჩავატაროთ ეს თქვენი შეხვედრა ყველანაირი დაძაბულობის გარეშე პირისპირ. მზად ვარ. შევხვდეთ. კი ბატონო. შევხვდეთ და ვნახოთ.
გამარჯობა, მე ვარ სერგი დავითაია, დამწყები ბოდიბილდერი, ტიქტოკერი. ჩემი სიმაღლე არის 1.73 m, წონა 80 კილოგრამი და ასაკი 19 წელი. ესე იგი, მეგობრებო, მოვედით სერგისთან, ურბან გარდენში ვიმყოფებით ახლა და გავისაუბროთ. ყველამ ვიცით ახლა, რომ რაღაც ისეთი დაძაბული ურთიერთობა გაქვს ჩვენ და გიოს რა. მაინტერესებს ვინ დაიწყო? რეალურად შენ დაიწყე, იმიტომ რომ შენ ჩახარ ცოტა ისე რა, აი უფრო აქტიურად აგრესიის მხრიდან რა, რავი, მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ საკმაოდ აგრესიულ ვიდეოს უწერ და რაღაცა რა და მასა. ბინძური მასა, გიო. ჭამი. ჩემი ვიდეოს მე ფილეს ჭამახარ და იწყო და ხوار გადასცა და ხوار დაიბრიდა სადაოში. ნუ ასთავარია კონტენტი იქნება ამით, თუმცა ბევრმა რაღაცა მივარყოფითიც მოყვა. კი. კი, შენ შეკითხვაზე პასუხს გაგცემ, რომ მე ვარ წამოწყები, მე გამოვიწვიე გიო თავიდანვე. დიახ, იმიტომ რომ არ მომწონს ვისი შეხედულებები რაღაცებთან დაკავშირებით. ან რო იძახი შოუ უნდა დაუდგაო და რო იწვევ აქ ხალხს. ისი დამდგმელი მუხუდოს და ბარდას ხარჯზე აპირებ შოუს დადგმას. და ან მეჭობა კიდე ბალახის ჭამი ფილმის რამე დაუმტკიცო. მაგალითად ვეგანიზმი. ის რომ ამტკიცებს, რომ ვეგანი სპორტსმენი უფრო ძლიერია ვიდრე ის სპორტსმენი, რომელიც იკვებება სრულყოფილად. მე მინდა ეს დავამტკიცო, რომ ვეგანიზმით შორს ვერ წავალ. შენ ზოგადად მარტო ვეგანობის გამო ხარ, მაგ პიროვნების არა, არც სხვათა შორის არც კონტენტი არ მიწვისდეთ. რატო? იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ამხელა კაცია და რაღაცას მაიმუნობს და CrossFit-ის ვიდეოს გულისხმობ აბა? არა, არ გულისხმობ. ვითო იუმორისტულ ვიდეოს გულისხმობ. სერგი ჩემი ხარ. შენ თუ ხარ თანახმარო, შეხვდე პირისპირ გიოს, არ იცნობ ხო? მე გიო მითხრა რომ საერთოდ არ შეხვედრით. ვიზუალოდაც აი არ წარმოგიდგენია როგორია? არა. კაი, მაშინ შეხვდეთ პირისპირ? რა თქმა უნდა შეხვდეთ. ოღონდ ისე რომ არაფერი არ დაიძაბოს და რაღაცა პირისპირ დაგსვავთ და უბრალოდ გავისაუბროთ, გამიხილოთ ეს თქვენი ბიფის თემა, ასე ვთქვათ. რა პრობლემაა? წავედით მაშინ მეგობრებო და არ დაგაუწყდეთ ამასობაში ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. დარჩი ჩვენთან და ყველაფერი წინაა, წავედით. ნახვებისთვის არ გავყიდი ახლა ჩემს იდეოლოგიას, ჩემს ფასეულობებს, ჩემს პრინციპებს. არავით არის ხორცი. ხორცს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევჭამ თუ სიკვდილის სიცოცხლის საქმე იქნება და გადარჩენის საქმე რა. ვიცი, ერთი წა. გაჩი, არა, გაჩი და ვარს ამბო? გაჩი. ერთი კვირა მე ხარ ვეგანი. ერთი კვირა მე შევჭამ ხორცს და ყოველ დღე დავდებ ვიდეოს თუ როგორ ვჭამ ხორცს. რაც 100%-ია, რომ დამარცხდები. 100%. შენ თუ დამარცხდი. მოკლედ მეგობრებო, მოვედით ახლა, ვაპირებთ რომ სერგი და გიო შევახვედროთ ჩემს სახლში. წინა ვიდეოს როგორც თქვი, მოყვა გარკვეული აგრესია, რადგან მოგვიწია ისეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, როდესაც თაზო ნიკუშას დარბაზში ამოვიდა დარბაზიდან გასულა იქ გარეთ გაწევა და ეს ხალხმა ძალიან სუდად მიიღო და რაღაც სხვანაირად აღიქვა, ამიტომაც გადავწყვიტე ეს არ განმეორებულიყო და სივრცეც ასე ვთქვათ გამოვყავი ჩემი სახლიდან და დაუპატიჟე ასე ვთქვათ სერგი და გიო, სადაც გაისაუბრებენ პირისპირ, რა თქმა უნდა სერიოზულად ვესაუბრე ორივეს, გავაფრთხილე რომ არაფერი ისეთი არ მოხდება, პირიქით ბიჭები ახლა კამერის უკან შეხვდნენ ერთმანეთს, ჩამოართვეს ხელი და დანარჩეს უკვე კითხვებს გაეცემა პასუხი ზემოდან. ახსოვს ხაჭაპური რომ მაჭარბით? ისა იყო. აი ეს შენ, მაშინ. აი ეს მაგარი მოგწე შენ. ჯანსაღი ყვებაც მაგ. ვინ ჩაწერა პირველი ვიდეო? აი პირველი მე ჩავწერე, მე გამოვიწვიე გიო. გიცი ალბათ ჩემი ვიდეო. დიდი ხანი მქონდა სურვილი გიოს გამოწვევის. რომ დამიმტკიცებინა, რომ ვეგანი ათლეტი ვერაზრს ვერ აჯობებს. სრულფასოვნად მოვკვებე ათლეტს, ჩემო გიო. რაც რა თქმა უნდა სისულელია და მაგას ძალიან მალე მიხვდები, როდესაც ჩვენ შევხვდებით. სერგის გამოწვევა მეც მინდოდა, ადრე იყო უკვე მაგაზე ლაპარაკი, სპარინგზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არ შედგა რაღაც მიზეზების გამო. რა მიზეზების გამო? სერგის ცხოვრებისეული საქმეები ჰქონდა, სხვა საქმეები ჰქონდა, ვერ მოახერხა და
მაგის გამო ვერ შეძლო, მაგრამ ახლა უკვე ახლა უკვე დრო გამომიჩნდა. სულ შეგეში. ძალიან შემეშინდა. არა, შიში ნორმალურია ისე, არაფერი არ არის მაგაში ისეთი. არა, გასატეხი ხო? არა, გასატეხი. გასატეხი მაგაში არაფერი არ არის, პირიქით. უნდა გამოხვიდე, აპიარო, თუ შეგეშინდა, ახლა არ არის პრობლემა მაგათი. ფიტნესში მაინც შევხვდებით. რა პრობლემაა? შევხვდებით და ნახოთ რა რაც არის, რა არის. ნახოთ. სერგი თქვა რომ აი არ მოწონს გიოს კონტენტი ამხელა კაციაო და რაღაც უაზროებს იღებსო და რაღაც. ისე გიო, იმით რატო არ მოხვედი, რა ქვია? ვიკინგის ფორმალურად. კაი შეკითხვა. შენ საყურე რატო არა? ბავშვი დაწერა კომენტარი თან ორჯერ რა ახსენა ბავშვი მაგაზე ასე თუ გიო და სერგის ბავშვი არა კაცი ჯერ მე უნდა დავაზუსტო ეგ რას ქვია ბავშვი ახსენა ბავშვი უბრალოდ ზოგადად წამოვიდა ეგ ბავშვებიდან PUBG ფლეიერებიდან და ის ვინც პროვოკაციას ეძებდა თორე აქ ბავშვი არაფერს შუაში არაა ეს დაპირისპირება მე და გიოსია პროვოკატორო კანო გიოს მიმა არა ეს ჩემი ხასიათის ნაწილი არანაირი პროვოკაცია გულწრფელი გულნა რაც მოდის იმას ვამბობ ანუ გულწრფელად არ მე არასდროს არ ვთამაშობ კამერებთან და არც არავის არ მეშინია და პირისპირ შემიძლია ადამიანს საუბარი იმ თემაზე, რაზეც სურს. არ არის აუცილებელი ყველას მოვწონდე. საერთოდ არ არის ეს თემა მარტო ამაზე მარტო სერგი არ მიტრაგებს მე და მთელი ფიტნეს community განწყობილია ვეგანიზმის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ჩვენი შეჯიბრის დღის მერე ყველა მიხვდება რას ნიშნავს ნამდვილი ათლეტი. ძალა. ნამდვილი ძალა. გიო. დაადებით მასთან. ვიჩი რა რომ უახლოვდა გამოცდილება. არზე გავამხვილე ყურადღებას გზაში თქვა რომ სერგი რომ ნახეო პირველად დიდი მეგონაო და არც დიდი ფორმა არ ქონიაო და არც სიმაღლე არ ქონიაო დიდოთ. რას თქვით მაგაზე? სიდიძეზე გიო აი disappointed man disappointed პირველად გნახა disappointed სერგი მე პირველად ნახე და უფრო დიდი მეგონა ვიდრე ჩემ ხელა მარტო მიცელი გაგ არაფერი პირადული გიო ან ფაქტი რაცა შენ შეიძლება გეცინება ახლა, მაგრამ შეჯიბზე ნახავ ყველაფერს ნახავ. და ყველა ნახავს ყველაფერს, ყველა მიხვდება ვინ არის, რა არის, ვის ამდენი ძალა, ვის აქ ნამდვილი ძალა. ნამდვილი ძალა. ერგისთვის დამატებით შეთავაზება მაქვს, რაზეც უარს ვერ მეტყვის ნამდვილად. და რამდენი ხალხის წინაშე. სერგი, თუ შენ მომიგე, ერთი კვირა მე შევჭამ ხორცს. მოიწე ერთი წამო. გაჩი, არა, გაჩი. პრინციპებზე უარს ამბო? გაჩი. ერთი კვირა მე შეხარ ვეგანი. ერთი კვირა მე შევჭამ ხორცს და ყოველ დღე დავდებ ვიდეოს თუ როგორ ვჭამ ხორცს. შენ თუ დამარცხდი, რაც 100%-ია, რომ დამარცხდები. 100%. შენ თუ დამარცხდი ერთი კვირა არ შეჭამ ხორცს, არც არანაირ ძის ნაწარმს, არც არანაირ ცხოველურ ნაწარმს, ერთი კვირა იქნები კაროჩე ვეგანი. შევთანხმდით. შევთანხმდით? დაიდო ეს სიტყვა. დაიდო ბიჭები. რამდენი წელია რა? დაიდო. ვეგანი. უკვე მე 6 წელი. და პირველად ალბათ 6 წლის მერე? 6 წლის მერე დაარღვევს პირველად. კი. სერგი რომ 6 წლის მერე კაც თავის პრინციპებზე უარს ვათქმევინებ და იგემებს ნამდვილ საჭმელს. ფეიქ ვეგანი გამოდიხარ. მე დამარცხებას არ ვაპირებ. თქვენ თუ ფიქრობთ მე დამარცხებას ვაპირებ? სად ბანაობთ?
მოკლედ მეგობრებო, რადგან წინა ვიდეოს მოყვა გარკვეული აგრესია, ვცადეთ მაქსიმალურად ცივილიზებურად გვესაუბრა, ბიჭებმაც პირისპირ დაჯდნენ, ამოვიდით ადამიანურად სახლში, ვისაუბრეთ, განვიხილეთ თემები, TikTok-ის ამბები, უკვე მე მგონი პასუხი გაიცა ყველაფერს რა მოხდება YouTube-ზე, ერთ კვირაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, მანამდე მოემზადებიან კარგად. და შეგიძლიათ დაწიოთ კომენტარში, ვის უგელს შემეტკივრებთ, ვინ ფიქრობთ რომ მოიგებს და საკმაოდ კაი შეთავაზებას დაიდო. ერთი კვირა ვეგანი გახდება სერგი, ან ერთი კვირა შეჭამს ხორცს გიორგი. ვფიქრობ ეს ფორმატი უფრო მისაღები იქნება და რაღაც აგრესია გამოვრიცხეთ, მაქსიმალურად ვცადეთ რომ აგრესიას თავი აგვეცილებინა, ბიჭებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, გაიცნეს პირადად. შესაბამისად, კარგი ვქენით რომ აგრესიულად არ წავიდა ყველაფერი. მოკლედ, მადლობა ბიჭებს ამისთვის და შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ რა თქმა უნდა დინამიტის არხი და ჩაერთოთ გათამაშებაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, შეგიძლიათ მოიგოთ 3 სხვადასხვა საკვები დანამატი. ამისთვის ძალიან მარტივი წესებია, კიდევ აგიხსენით, უბრალოდ უნდა დაალაიქოთ ვიტამინის გვერდი, Facebook გვერდი, Instagram-ი, რომელიც იქნება აღწერაში ლინკები აუცილებლად და გამოიწეროთ დინამიტის არხი. კომენტარში დაწერეთ რომ შეასრულეთ ყველაფერი, მიუთითეთ თქვენი Instagram-ი და Facebook-ი, რომ უბრალოდ შემოწმდეს რომ ნამდვილად შეასრულეთ ეს წესები. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ბიჭებო წარმატებას ასევე, მოემზადეთ კარგად და შევხვდებით ერთ კვირაში დარბაზში. ვეგანური პროტეინი, 5ნაირი პროტეინის ბლენდი. აქ არის სოიოს პროტეინი, აქ არის ბარდის პროტეინი, აქ არის კენკრის პროტეინი, აქ არის ბრინჯის პროტეინი და აქ არის ბრინჯის პროტეინის ამწუხებელი. ძესუმძირის პროტეინი კიდევ. ანუ 5ნაირი პროტეინის შენარევია, ყველა ამინომჟავას შეიცავს, რაც საჭიროა. ჩამოთვლილიც არის ყველა სასიცოცხლო ამინომჟავა და ფაქტიურად იგივეა რაც whey protein ჩვეულებრივ. ერთი-ერთი. იგივე შედეგს მოგცემთ. ანუ ვეგანური პროტეინი გაირამე.